გადაცემა კრიტიკული აზრი მეორე ნაწილით ბრუნდება ეთერში. მე მინდა მივესალმო იმ მაყურებელს, რომელიც ეხლა შემოგვიერთდა და ასევე მინდა მივესალმო ჩვენს მეგობარს გიორგი ფოფხაძეს, რომელიც ასევე გვიერთდება საფრანგეთიდან. გიორგი, როგორ ახარ? გამარჯობა. მოგესალმები, დიდი მადლობა. კიდევ ერთსა ერთად ავარ და გოჩაც აქ არის ხედავ. გიორგი, წინა გადაცემაში უშენოდ ვიყავით და კი, ახლა სრული შემადგენლობით ვართ. გიორგი, ჩვენ წინა ნაწილში ვისაუბრეთ ზოგადად და შევეხეთ მხოლოდ და მხოლოდ შიდა პოლიტიკას, ახლა საგარეო ნიუსებიც გაგვაცანი. ანუ რამდენადაც ვიცი, ვიზა ლიბერალიზაცია შევინარჩუნეთ და გადავრჩით. ამ ეტაპზე გადავრჩით თუ საერთოდ გადავრჩით თუ რაღაცა იგეგმება. უბრალოდ უფრო კარგად რომ ძალიან ჩააყენო საქმის ხუში ჩვენი მაყურებელი. კი ბატონო. თვითონ ევროსტრუქტურებში არის გაყოფილი ორად აზრთა სხვადასხვაობა ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების არ შეჩერების საკითხზე საქართველოს მოქალაქეებისადმი. აქ სხვა შორის ძალიან დიდ როლს თამაშობს ის განწყობები, რომელიც არის ქვეყანაში თვითონ მოსახლეობას შორის და ეს მიტინგები, რომელიც უკვე 300-ზე მეტი დღეა მიმდინარეობს. ეს არის ესეთი კატალიზატორი, რომელიც ყველაზე სკეპტიკურად განწყობილ ევროჩინოვნიკსაც კი აფიქრებინებს იმას, რომ და ათქმევინებს, რომ საქართველოს მოქალაქეებს ასე თუ ისე ვიზა ლიბერალიზაციის მიუხედავად ყველაფრისა ვიზა ლიბერალიზაციის შენარჩუნება მათთვის არის აუცილებელი. თვითონ ხედავს ძალიან კარგად, რომ საქართველოს მოქალაქეები ყველაზე იმაზე ნაკლებ პრობლემას წარმოადგენენ ამ ვიზა ლიბერალიზაციის მიღების შემდეგ, რასაც წარმოადგენენ თავის დროზე თუნდაც პოლონელები, ჩეხები, ბულგარელები და განსაკუთრებით ბულგარელები და რუმინელები, ხო? ჩვენთან პრაქტიკულად ჩვენ რეადმისიის კანონი არც აგვიმუშავებია და არც ქონია მაგისი პრობლემა. ამიტომ ჩვენთვის რაღაცა ვიზა ლიბერალიზაციის მოხსნის საკითხი ასე ცალსახად არ დგას. ამიტომ როდესაც კაია კალასი ბრძანებს, რომ იქ ყველას არ აქვს ერთიანი პოზიცია საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებაზე, ეს არის მართალი და უფრო მეტად უმრავლესობას არ აქვს პოზიცია საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებაზე, ვიდრე უმცირესობას და სამწუხაროდ ეს უმცირესობა არიან ის ქვეყნები, რომლებიც ატომად გვეგონა რომ ჩვენ გვერდით დადგებოდეთ, თუნდაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე მაქვს აქ საუბარი, როგორც არის ჩეხეთი, როგორც არის რუმინეთი და ასე შემდეგ. თუმცა იქ ფიცო წინააღმდეგია, ეს არ აქვია უნგრეთი წინააღმდეგია, მაგრამ ის სხვა ფაქტორებით არის წინააღმდეგი. ამიტომ კაია კალასმა ბრძანა, რომ საკითხის განხილვა მოხდება მას მერე, რაც ნოემბერში გამოქვეყნდება მოხსენება თვითონ ვიზა ლიბერალიზაციის ახალი წესების შესახებ. ანუ ეს უნდა იყოს რაპორტი უნდა დაიდოს, ამაზე ევროკომისიამ უნდა დადოს. ჩვენ ამის წინა გადაცემაში ვისაუბრეთ ამაზე ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების გამარტივებულ მექანიზმებზე და იქ უკვე კაია კალასმა ორჯერ თქვა ეს საკითხი, ორჯერ გაუსვა ხაზი, რომ იქ დადგება საკითხი ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების შესახებ გარკვეულ ჯგუფებზე. ანუ საქართველოს მოქალაქეებზე არ ამთლიანად, არამედ გარკვეულ ჯგუფებზე. თუმცა გარკვეული ჯგუფების უკან ვინ მოიაზრება, ან რა მოიაზრება, ამის განმარტება კაია კალასისგან ჟურნალისტებს არ მიუღიათ. ელემენტარულად ხა თამარს მეტი კითხვის დასმის უფლება არ მიცეს და დანარჩენებს მაგის სურვილი აღარ ქონიათ ახლა საქართველოზე გაეგრძელებინათ ეს არა კითხვა პასუხი. ანუ ამ ეტაპზე ჩვენ ამოვისუნთქეთ
რომ არ შეგვიჩერეს, მაგრამ ბოლომდე მაინც არ უნდა მოვეშვათ, იმიტომ რომ ნოემბერში შეიძლება რაღაც სხვა რეალობა დადგეს. კი ბატონო, რაღაც სხვა რეალობა დადგეს, მაგრამ არა უმრავლესი საქართველოს მოქალაქეებისათვის. ანუ ხო, მაგრამ როგორც შენ არ გესმის, ასევე ჩვენც არ გვესმის და დარწმუნებული ვარ, არც ერთ მაყურებელს არ ესმის, რას ნიშნავს კონკრეტული ჯგუფები. თუ საუბარი მიდის ქართული ოცნების წევრებზე, ეს კონკრეტული ჯგუფი კი არ არის, კაცო, ეს არის სახელმწიფო პარტია და ყველა ვინ შედის სახელმწიფო პარტიაში და მუშაობს რაღაც საზოგადოებრივ ადგილას ან ზოგადად რაღაცას წარმოადგენს, ну მათთვის არის ჩაკეტილი ევროპა. აქ გასაგებია. ეს საერთოდ ჯგუფს არ წარმოადგენს, ეს კონკრეტული მიმართულება და გასაგებია. თუ ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ შერჩეული იქნებიან პარტიები, რომლებიც განცხადებას აკეთებენ თქვა ევროპის წინააღმდეგ რაღაცას და კონკრეტულად ის პარტიებიც მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებაში არ არიან, ისინიც აღმოჩნდებიან ამ ჯგუფში და ასე შემდეგ, ну მაშინ ეს უკვე არის დისკრიმინაცია რა თქმა უნდა პოლიტიკური ნიშნით. არ მგონია ევროპამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს. აქედან შეიძლება მე ვფიქრობ, რომ ჯგუფებში შეიძლება ხელისუფლებას არ წარმოადგენს, მაგრამ და მაგალითები ասეთი ბევრი იყო, თქვა რუსეთთან მიმართებაში მიდიოდა, თქვა ბიზნესმენები, რომლებიც ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესი, ანუ ისინი, ვინც ხელს უწყობენ, თქვა ძალაუფლების შენარჩუნება შეიძლება. ანუ მაინც ხელისუფლებას უკავშირდება, ამის თქმა მინდა რა, რომ ეს არის კონკრეტული. მაგათ ასე თუ ისე მაინც შეზღუდათ იქ არის ბრიტანეთმა მიიღო ევროკავშირმაც მიიღო, ლიტვა, ლატვია, ესტონეთმა მიიღო, იქ ჩამოთვლილი არის და არა მარტო ეს რა ქვია, ხა რაც არ უნდა იხტუნოს რუხაძემ რო არიქა ჩემთვის მე ამერიკის მოქალაქე ვარ და ვერავინ ვერაფერს ვერ გამიკეთებსო, არის მათაც ეს რა ქვია, ესეთი განჩინება დაყენებულია ხა ნოშიკოზე დაყენებულია ვიღაცებზე ბიზნესმენებზე ვინც ასოცირდება ხელისუფლებასთან. ვინც ასოცირდება ხელისუფლებას. ხო, რუსეთის ბევრ ბიზნესმენს დააკისრეს ეს სანქციები დუმის დეპუტატებს და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ მაინც ეს უკავშირდება ხელისუფლებას. ამიტომ ვამბობ რა, რომ მას პირდაპირ შეეძლო ეთქვა, რომ ვინც მხარს უჭერს ან რაღაცა და ხელს უწყობს, ეგ ცალკე თემა, მაგრამ ის მან რაღაცნაირად ბუნდოვანი განცხადება იყო, მე ნამდვილად ვერ გავიგე რას ნიშნავდა ეს. კიდე გეუბნები რომ ხა თამარმა დაუსვა ნუცუბიძე მე შეკითხვა და თამარს ხა რაღაცა ესე გაგრძელების რა ქვია მეორე კითხვის ერთი უპასუხა და ვშო იქ დაამთავრა რა ქვია მეორედ ხა თამარს აღარ ემასწრა და მე სხვა კითხვებზე რომ გადავიდენ იქ სხვა უკვე იქ აღარ იყო საქართველოს ინტერესი ხო ამ ემაში. ამიტომ ჩვენ უბრალოდ რაღაცა ესეთი საერთოდ ლუქსემბურგის ის ministerialები რაღაც ესე გაურკვეველია ხოლმე ყოველთვის, მაგრამ დღეს მაინცსა და მაინც ესეთი განსაკუთრებულად გაურკვევლობაში ჩაგვაგდო კაია კალასმა. ფაქტია რომ განიხილეს ეს საკითხი, ფაქტია რომ არის ძალიან დიდი ჯგუფი რომელიც საქართველოს მოქალაქეებისათვის ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების წინააღმდეგია, იქ რამოდენიმე ამის კარაკვია რეზონის გამო რა სხვადასხვა საკითხების გამო სხვადასხვა მიმართულების გამო ეხა ფიცო და ორბანი ეხა ხელისუფლების ასე თქვა საქართველოს ხელისუფლების არასდროზე მომხრეები არიან პოლონეთი და თქვა საფრანგეთი ამბობს რომ საქართველოს მოქალაქეებს არაფერი არ დაურღვევია პირიქით ისინი ევროპულ ემაზე არიან რა ქვია მიმართულებაზე არიან და მათ უნდა ეკუთვნით და უნდა კონდეთ ვიზა ლიბერალიზაცია და ასევე არის ასე თქვა იგივე ესპანეთი ასევე მდგომარეობაში არის ლუქსემბურგი და ანუ ის უმრავლესობა რომელიც საჭირო არის ამ ემეს რა ქვია ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებისათვის არ იკრიბება ამ მომენტისათვის და არ აგვაქვს ჩვენს უმრავლესობა. ეს გასაგებია. მაგრამ თვითონ კაია კალასის განმარტება რომ აი ესა რა ქვია შესაძლებლობა იქნება მას მერე რაც ვიზო რეჟიმის ვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის შესახებ ანგარიში გამოქვეყნდებოდა. აი ამას ამბობს ახლა ვკითხულობ კაია კალასის თარგმნი ემაში რა ქვია და ამის შემდეგ ექნება ევროკავშირის შესაძლებლობა გააუქმოს ვიზო რეჟიმის ზოგიერთი ჯგუფებისათვის. ჩვენ ასევე მოვისმინეთ, რომ ევროპარლამენტმა შეიძლება მიიღოს ახალი კანონი
რომელიც სხვადასხვა ქვეყანას არ აძლევს საშუალებას ისა უпроსორად აძლევს საშუალებას დააძლიოს ვეტო დღეს ხო ყველა სრული კონსენსუსი უნდა იყოს და ისინი კანონს იღებენ, სადაც არ გჭირდება შენ სრული უმრავლესობა, შენ გჭირდება თუნდაც რაღაც რაოდენობა ძირითადი უმრავლესობიდან და რაც მერე უფრო გაუადვილებს მათ, მაგალითად შეუჩერონ ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი რომელიმე ქვეყანას, ეგ საქართველოს იქნება თუ სხვა მნიშვნელობა არ აქვს. არ ამგონია თვითონ ეს ევროსამიტმა, ევროკავშირის ახლა უმაღლესი ორგანო მაინც არის ევროსამიტი, ხო, ევროკავშირის ლიდერების ეს რა ქვია, გაერთიანება შეხვედრა ევროსამიტმა ესე ვთქვათ, ორივე ხელით მიიღოს და თვითონ ამ კანონს ჩააგდებს არსებული, რა ქვია, კონსენსუსით, ხო? თან მე როგორც ვიცი, ამაზე არის საუბარი, ეს უფრო მწვანეების მიერ შემოტანილი ეს არის, რა ქვია, კანონმდებლობა არის და თვითონ ევროპარლამენტშიც ამაზე არ არის ერთიანი აზრი, თვითონ ევროკავშირშიც არ არის ერთიანი აზრი, იმიტომ რომ თვითონ ევროკავშირის არსს და აზრს ეწინააღმდეგება იმ შექმნის პრინციპებს, რაზეც არის შექმნილი ევროკავშირი და ის სისულელეც კიდე დღეს რო თქვეს, რომ არის ახალი წევრები შესაძლებელია ხმის უფლებით არ იყვნენ აღჭურვილი, მაშინ რა გინდა ევროკავშირში გამაგებინეთ და მითხარით, ხო, რაღაცა ისეთი ხო, თვითონ ევროკავშირი, მოდი გულზე ხელი დავიდოთ, ჩვენ არ ვიყოთ ესა რა ქვია, მაკებარი ყველაფერს ისე ბრმად და ან ვინმეს გამპრობებები, თვითონ ევროკავშირში ამ წუთში ჩვენ გვაქვს რაღაც საკითხებში საკმაოდ დიდი კრიზისი, რომელიც დაძლევაც ევროკავშირს მოუწევს და რომელიც დაძლევაც ევროკავშირის ვალდებულება იქნება. აი ვნახოთ რა იქნება და როგორ იქნება. რამდენად აისახება და ზოგადად შეიმჩნევა ეს კრიზისი, ევროკავშირის კრიზისი, კონკრეტულად ევროკავშირის ეკონომიკაზე და მაგალითად ადამიანების თუნდაც სამსახურის სტაბილურობაზე. იცი სტაბილურობაზე არ აისახება სამსახურის სტაბილურობაზე, ხა მე რო გითხარო, ხა უმუშევრობის დონე ავარდა და წარმოუდგენელი მდგომარეობა არის. არ არის ესე, თუმცა ინფლაცია იმატებს და შემსყიდველობითი უნარი ეცემა, ხელფასების მომატება ბოლო 3 წელიწადში მხოლოდ ხა საფრანგეთზე ყველაზე ევროკავშირის ყველა ქვეყანაზე არ ვიცი, საფრანგეთში მხოლოდ რაღაცა 2% ნახევარი თუ 3%-ით მოხდა, რომელიც აი ძალიან კატასტროფული ნულზე არის და შენც იცი და გოჩამაც იცი და ჩვენ მამაყურებელმაც რომ ამ წუთამდე ჩვენ საფრანგეთი ჯერ კიდევ არ აქვს დამტკიცებული ეს რა ქვია მთავრობა, აი ამ დონეზე მიდის არის რა თქმა უნდა კრიზისი არის ახლა. ჩვენ გვინდა არ გვინდა რეალურად შევხედოთ ხოლმე და რეალურად ვაფასებ ჩვენ ახლა იმით განსხვავდებით სხვა ტელევიზიების და სხვა პოლიტიკოსებს რეალურად ვაფასებთ, ხო? ამ უკრაინის ომს ჰქონდა ჯოხის ორივე მხრის ეფექტი, ხო? ერთმანეთს დაკარგა და მეორემაც დაკარგა, ხო? ესე მარტივად არ არის. ხო, ხედავ, ეხლა მიიღეს დღეს და კიდევ განსახილველად უნდა წავიდეს ეს ყველაფერი 2026 წლიდან რაღაცა რუსული გაზის შემცირების შესახებ ეხლა მე. ანუ ესე მარტივად, ესა რა ქვია, გიორგი, არ არის ეს სანქციები მუშაობს ორივე მხარეს და როგორც ევროპელი ანალიტიკოსები და განსაკუთრებით ფრანგი ანალიტიკოსები ამბობენ, შენ წარმოიდგინე და რუსეთმა უფრო შეძლო თავისი ეკონომიკის გადაწყობა ვიდრე ევროპის ქვეყნებმა რა. აი ეს მოცემულობა გვაქვს ჩვენ ახლა რომ, მაგრამ არც ის მოცემულობა გვაქვს, რასაც ახლა სახელმწიფო ტელევიზიები მაშობია რა ქვია, გვიხატავენ რომ არიქა დაინგრა ევროპა და აი გოჩამ ისაუბრა წინა ნაწილში და მაყურებელს ეუბნებოდა ზუსტად რომ ევროპის სისტემა, მოწყობა თვითონ ევროპის იმით არის კარგი რომ ადამიანს არ ეშინია ხვალინდელი დღის და დღეს თუ მუშაობს თქვა და აქვს ხელფასი, მას არ ეშინია რომ ხვალ შეიძლება უცბად გაიღვიძო და უთხრან რომ არა შემცირებაში მოყევი შენ და უხელფასოდ ჯდები და წარმოუდგენელია რას ლაპარაკობ. ხო და ამაზე საუბრობდა, ამაზე ამახვილებდა გოჩა ყურადღებას. ჩვენ ზუსტად მაგას გვიჩიჩინებს ევროკავშირი, ხა LGBT-ზე რო არიან ესენი ჩაჩიჩინებული, LGBT
მოხდეს, არავინ არ გვეუბნება, კაცო თვითონ ევროკავშირი გვეუბნება, არ გვეუბნება, შრომის კანონმდებლობა ავალდებულებს აქ რომ მე შენს ვერც ვერავის, ვერც ჩემ მეუღლეს, ვერც ჩემ შვილებს, ვერც ერთ ევროპის მოქალაქეს, როცა ის მუშაობს, თუ მას ასე რომ დილით გაიღვიძა და ემა რა ქვია, მის უფროს წამოუარა ხუშტურებმა და უთხრა რომ შენ საღამოს ხვალიდან სამსახურში აღარ მოდიხარ, ესეთი რამე არ არსებობს, იმიტომ რომ იმან ის უნდა შეათანხმოს პროფკავშირთან, პროფკავშირს უნდა დაუმტკიცოს, რომ მე ვერ ვასრულებ დაკისრებულ მოვალეობას, ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ეს იწელება, რა ქვია, იმან კოლექტივმა უნდა კრება უნდა მოიწვიოს ამაზე. ახლა ბიუროკრატიული აპარატი არის, გიორგი. დაცვის მექანიზმებია ბევრი შექმნილი ადამიანის სასოფლო დაცვა. უამრავი და ზუსტად მაგას გვეუბნებიან ჩვენ რომ ეს მიიღე, იმიტომ რომ იქ მერე ითვლება მინიმალური ხელფასი მქონდა მე თუ მაქსიმალური თუ საშუალო თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ დაცვის მექანიზმი ირთვება მომენტალურად რა და თუ შენ კიდე არ ახარ ამის რა ქვია თანახმა ამაზე ეგრევე პრუდომი ქვია ამას სასამართლო შრომის სასამართლო ცალკე არის საფრანგეთში გამოყოფილი პრუდომი და იქ მერე მიდის ამის განხილვა და იქნება კომისიამ უნდა დაამტკიცოს რომ რა ქვია შენ იმ სამსახურისთვის არ ვარგოდი და აქ ძალიან ძნელია ვინმე სამსახურიდან გაშუნა რა აი ძალიან ძნელი ოპოზიციური პარტიის წევრი თუ არის ამის გამო ვერ გააგდებენ ხო? ვერაფრის გამო ვერ გააგდებენ გიორგი ასლაპარაკობ ხა გიო რა მინდოდა კიდე მეკითხა აი უნგრეთში შეხვედრის ის თქვა როგორ აისახება თქვა ევროპულ შეიძლება ითქვას ისტებლიშმენტში ადამიანებში როცა გამოიკვეთა რომ ტრამპის და პუტინის შეხვედრა სწორედ უნგრეთში უნდა მოხდეს და ეს ის უნგრეთია რომელიც გარკვეულწილად და საინტერესო იყო სხვათა შორის შეხვედრების წინაც თქვა კიდევაც რომ მან უნგრელი ყოველ შემთხვევაში ცდილობს იმას რომ დაანახოს რომ ის მხარე არ არის ხო როგორც როცა ერთი ნაწილიც ფიქრობს იმას რომ აი პუტინის მომხრეა ამ დროს არ არის ეგრე ის კარგად მეგობრობს კიდევაც ტრამპთანაც და ცდილობს იმას რომ რაღაც ევროპული ინტერესების გამტარებლად ჩამოყალიბდეს და აჩვენოს რომ რა აწყობს ევროპას ამ შემთხვევაში არის მისთვის უფრო მომგებიანი ეკონომიკურად თუნდაც იგივე რუსულ გაზთან მიმართებაში აი აქ როგორ ხდება არის გაყოფილი აზრთა სხვაობა არის ცალსახად არის ჩამოყალიბებული თქვათ იგივე თუნდაც ფრანგული საზოგადოება რომ არა თქვათ არ მინდა რუსული გაზი და გადავერთვები თუნდაც იმის ხარჯზე რომ ჩემი ეკონომიკა შეიძლება ჩამოშლათ არა მაგრამ პრობლემები შეექმნას ინფლაცია იყოს აი ეს მზაობა როგორ არის თქვათ კი ბატონო იცი რა რგოჩა მოდი თვითონ ამ შეხვედრის პუტინ ზელენსკი იმის შეხვედრით დავიწყოთ ხა ყველას რო გონია ხოლმე რომ ორბანი ჩემი მეგობარია ორბანი არავის მეგობარი არ არის თავის ქვეყნის მეგობარია გას პირველი თავის მეგობარია ორბანი საკმაოდ 90-იან წლებიდან ჩამოყალიბდა გაკეკილ პოლიტიკოსად ჯინსებით პარლამენტში მოსიარულე პოლიტიკოსიდან ესე ვთქვათ უნგრეთის პატრიოტად რა ხო რასაც უყურებთ ეს უნგრეთის პატრიოტად თან ერთიც გიორგი თუ გაიხსენებ რუსებისგან ერთ-ერთი ყველაზე მწარე თუ ვინმე ასე ვთქვათ იგემა რუსული ჩექმა და ტანკი ერთ-ერთი უნგრეთი იყო სადაც პირდაპირ გადაუარეს ხო არა ორბანი არ იყო მაგრამ უნგრეთი იყო რომელმაც კარგად იცის 56-ში ხო კი ბატონო ამიტომ ის რომ ამ თვითონ ამ შეხვედრის მნიშვნელობას ევროპაში ძალიან დიდ მნიშვნელობას აძლევენ და ძალიან პოზიტიურად არის განწყობილი ახლა ფრანგული მედიაც და ბელგიური მედიაც მე რასაც უყურებ და თვითონ მიმოხილველების და ექსპერტებიც ძალიან დადებითად უყურებენ ამ ყველაფერს და ტრამპის იმიტომ რომ საერთო ჯამში ხო მაინც გამოდის რომ ევროპაში ხდება ეს შეხვედრა ეს არ არის მარტო თუნდაც გეოგრაფიულად ევროპაში ხდება ანუ ევროპა თავისთავად უკვე მოთამაშია ამ იმაში ამ დიდ იმაში რა ქვია მეგობრებო საერთოდ ერში უპასუხოთ და გავაგრძელოთ კი ბატონო გამარჯობა მოგესალმებით ალო ისაუბრეთ კარგად დიახ ყოფილმა ყოფილმა ერთ-ერთი ინსტამა ფული კარტალაკ დააგრძელდა ისა მეგობარო ძალიან ცუდად ისმის და დაუწიეთ მიმღებს იმიტომ რომ
იმიტომ რომ ფარავს მიკროფონი, ფარავს ხმას. ძალიან გთხოვთ. გიორგი, გააგრძელე. ხო, რაც შეეხება გაზის გადასვლაზე, ხო ხა საფრანგეთი ასე თუ ისე არც არასოდეს არ უყიდია რუსული გაზი, ჩვენი ალჟირული გაზი გვაქვს და ალჟირი 1 გრამ გაზს ვერ ყიდის თუ ტოტალმა თუ არ გაყიდა ის, ხო? ანუ ჩვენ არა გვაქვს მაგის პრობლემა, თუმცა იქ რაღაცა მე მგონი 2% 3% ტექნიკური ანუ დიდი წარმოებებისთვის იყო. რაც შეეხება ხა ბელგია 100% იყო დამოკიდებული რუსულ გაზზე. ხა ბელგია პატარა ქვეყანაა და გერმანიაც იყო ჰოლანდია, კი, გერმანიაც, ხა გერმანიას გაუჭირდა ყველაზე მეტად და თორე ჰოლანდია და ბელგია იქ ნორვეგიული გაზით ჩაანაცვლეს და იყო რაღაცა ესეთი, ესა ხო? იცი რა არის რო გითხრა რომ საქართველოს ხელისუფლება რო ამბობს რომ გაგებით მოეკიდე და გაგებით არავინ არ მოკიდებია ყველაფერს იყო რა თქმა უნდა წინააღმდეგობები მაგრამ კიდევ ვამბობ რომ ევროკავშირმა იცოდა რაზეც მიდიოდა და ისინი წავიდნენ ამ ნაბიჯზე ხო ესე მარტივად არ ყოფილა მიუხედავად იმისა რომ მათ იცოდნენ რა დანაკარგები მოყვებოდა ქვეყანას მათ ამ გაერთიანებას ამისთვის და კიდევ ვამბობ 2 წელი მოუნდა ევროკავშირი იმისთვის რომ ეს ამოქოქილიყო და ეს კრიზისი გადალახულიყო. ხო, ესე მარტივად არ რა თქმა უნდა, არის აქ ასთა სხვადასხვაობა, განსაკუთრებით სლოვაკიაში, სლოვენიაში და განსაკუთრებით მასში რა ქვია, უნგრეთში, რომელსაც სხვა ალტერნატივა პრაქტიკულად არ გააჩნიათ, მათ რუსეთიდან არ შემოვიდა ეს გაზი, სხვა არაფერი არ აქვს. და ნუ არის ეს მოცემულობა და განსაკუთრებით პოლონეთი დაზიანდა კიდე გიორგი და გოჩა, იმიტომ რომ პოლონეთი არის ევროკავშირში ერთ-ერთი ცოტა ქვეყანათაგანი, რომელიც სადაც სახლების გათბობა ხდება ნახშირზე და ნახშირი შემოდიოდა ძირითადად უკრაინიდან და ამიდან რა ქვია, რუსეთიდან, თვითონ პოლონური ნახშირი, ანუ ვერ აკმაყოფილებდა იმ მოთხოვნილებას, რაც იყო და როდესაც ახლა წარმოიდგინე მაგას თავისი სპეციფიკა ქონია, ვითომ იპოვეს ალტერნატიული გზა რო შემოსულიყო კოლუმბიიდან, მაგრამ სანამ კოლუმბიიდან ჩამოვიდა ნახშირი, ეს გადაიქცა ფაქტიურად ნაცრად, იმიტომ რომ რყევა გზაში 23 დღის განმავლობაში და ძალიან ძიმე მდგომარეობაში იყო პოლონეთი ომის პირველ წელს, როდესაც აი ენერგომატარებლებზე გამოცხადდა ესა რა ქვია სანქციები. ეს მოცემულობა გვაქვს ამ წუთში ჩვენ ევროპაში, ყველა მიესალმება ამ ეტაპზე, მას რა ქვია, ზელენსკი, პუტინის შეხვედრას და ტრამპის მცდელობას და მე მაინც მგონია, რომ ტრამპისთვის ეს არის ერთადერთი თუ არა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომ უკრაინაში რაღაცნაირად ომი დაასრულოს და უკრაინაში სხვათა შორის მინდა დავამატო, რომ გუშინ თუ გუშინ წინ შემდგარი სატელეფონო საუბარი პუტინსა და ტრამპს შორის, როგორც ტრამპის გარემოცვიდან ამბობენ, დამთავრდა იმით, რომ პუტინი დათანხმდა დონბასის შენარჩუნებაზე და დონბასის გარდა, რაც ახლა დაკავებული აქვს, იმის დათმობაზე, რაც მიიღეს უკვე სერიოზულ გადადგმულ ნაბიჯად და სავარაუდოდ ალბათ ამაზე შეთანხმდებიან. ნუ ფაქტიურად იმ გზას მიყვებიან, რაზედაც ჩვენც არაერთხელ გვისაუბრია, რომ რუსეთი ცდილობს, რომ რაც შეიძლება ღრმად შევიდეს, რომ მერე დაათმოს რაღაც ტერიტორია, მაგრამ შეინარჩუნოს ის, რაც მისთვის რის დაშვებაც ყოვლად დაუშვებელია მისთვის. ნუ თუ მაგრამ ერთის მხარეც და მეორე მხარეც თანხმდება იმაზე, რომ ომი უნდა დასრულდეს. თავარია ამ შეთანხმებით მე დაასრულა. სანამ გიო შენ სიტყვის, იმიტომ მაინტერესებს სანამ შენი თქვი. ერთი მომენტიც არის, იცი, პალესტინა-ისრაელის კონფლიქტი, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ მართლაც წინ გადადგმული ნაბიჯია და ეს ერთ-ერთი მთავარი თემა იყო, იმიტომ რომ სოფლიოს გინდა არ გინდა გავლენებიდან გამომდინარე რასაკვირველია და ებრაელების გავლენები რასაკვირველია მთელ მსოფლიოში ყველამ ვიცით რომ ძალიან დიდია. აი ამ კონფლიქტის დარეგულირება შეიძლება ითქვას ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო და რაღაც გარკვეულწილად შეიძლება ითქვას რომ
დაიძრა ყინული, მაგრამ არ არის ბოლომდე დამთავრებული, იმიტომ რომ თუნდაც უკრაინის საკითხის გადაწყვეტაზეც მე ვფიქრობ გავლენას ახდენს, იმიტომ რომ ჩანდა კიდევაც რომ პუტინმაც აღნიშნა მასთან საუბრის დროს მიულოცა და უთხრა რომ მიულოცა თან საინტერესო ის არის რომ ის ეთანხმება იმ გეგმას ოღონდ მე ვფიქრობ რომ აქ ჩანდა ერთი მომენტიც გეგმა ბოლომდე არ არის შესრულებული, იმიტომ რომ ისრაელმა ხელი არ მოაწერა საბოლოო ჯამში იმ შეთანხმებას, იმიტომ რომ სახელმწიფოს შექმნაზე, პალესტინის სახელმწიფოს შექმნაზე ჯერ კიდევ ასე ვთქვათ ბოლო წერტილები დასმული არ არის. ანუ უკრაინის საკითხიც გვინდა თუ არ გვინდა, მე რასაც უყურებ, შეიძლება გახდეს ასევე სავაჭრო, როგორ დასრულდება ისრაელი-პალესტინის კონფლიქტი, ბევრწილად დამოკიდებული იქნება უკრაინის საკითხის გადაწყვეტაზეც. გაიწელება იქ პროცესი, შეიძლება აქაც გაიწელოს, იმიტომ რომ მე ვთვლი რომ ერთ-ერთ მთავარ თემად ყოველ შემთხვევაში ეს განცდა რჩება პუტინის წავა იმაზე რომ რასაკვირველია როგორც პირველი ნაწილი ვთქვათ პალესტინა-ისრაელის გადადგმულია ეს ნაბიჯები, მაგრამ იქნება თუ არა რეჟიმ ჩეინჯი, ანუ კიევში შეიცვლება თუ არა ხელისუფლება, მისთვის ერთ-ერთი მტკივნეული საკითხი იქნება, გარდა იმ გეოგრაფიული თქვა ტერიტორიებზე როცა მიდის, ალბათ ეს საკითხიც იქნება დასმული, იმიტომ რომ ორივე მხარე ეცდება, რომ არც ერთის ავტორიტეტი, იმიტომ რომ მანამდე ხო ესე იყო, ვინ მოიგებს, ამაზეც დიდი ის იქნება, მსჯელობა რუსმა მოიგო თუ უკრაინელმა და ევროპამ და თქვა დასავლეთმა. სინამდვილეში მივა რომ ორივე მხარე ეს ჩანს ტრამპის განწყობაშიც და პუტინის განწყობაშიც, რასაც მე ვუყურებ, რომ ორივე მხარე ეცდება იმას, რომ შეთანხმება მოხდეს და არც ერთმა არ წააგოს ფაქტიურად ისე დავთვალეს. მოლაპარაკება ვინ-ვინ პოზიციაში გადაიყო. კი, ბოდიში გიორგი, ანუ ღირსეული სახე შეინარჩუნოს ორივე მხარემ, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთისთვის გარდა ფიზიკური გამარჯვებისა ტერიტორიებს გულისხმობ, პოლიტიკური გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია და ჩატარდება არჩევნები და ბუნებრივია უნდა შეიცვალოს ხელისუფლება, რაც პოლიტიკურ გამარჯვებასაც ნიშნავს რუსეთისთვის. ანუ მე ვგულისხმობ უკრაინაში შეიცვლება ხელისუფლება, რომ მერე დაანახონ ყველას, რომ ხალხმა თავისი გადაწყვეტილება მიიღო და გააკეთა არჩევანი უკვე სხვაზე, ვინაიდან ამ ხელისუფლების მიმართ ნდობა არ ქონდა. ანუ მე ვფიქრობ, რომ ეს გეგმა უკვე მუშავდება და ზოგადად ანუ ორივე მხარე ღირსების შენარჩუნებით ცდილობს და გოჩა უყურე აქ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, შენ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი წამოჭერი. როდესაც ისრაელი არ თანხდება რაღაცებს, იქ ისრაელის გვერდით დგას არ დაგავიწყდეს არაბული სამყარო, რომელიც თვალით დასანახავად ვერ იტანს ვერც ყატარს, ვერც თურქეთს და ვერც ირანს, ხო? აქ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია საუდიტების პოზიცია და საუდიტების როლი. ამიტომ ისრაელი საუდიტების გვერდით უფრო არის, ვიდრე ვთქვათ, აქეთა პროთურქული და ემისი. მეორე საკითხი ასევე თვითონ პალესტინის პროთურქული ვერ იქნება თურქეთმა პირდაპირ დაარტყა ისრაელს, კაცო პოლიტიკა. კი, რა თქმა უნდა. თუმცა ამ მომენტში ეს ხელშეკრულება, ასე ვთქვათ, უფრო თურქეთის და ყატარის გავლენებით ესე ვთქვათ მონაწილეობით შედგა ვიდრე ვთქვათ საუდიტების. ამიტომ იქ რაღაცები დასაზუსტებელია კიდე და ეს არის. იგივე მდგომარეობა გვექნება ჩვენ უკრაინაში. ეხლა ჩვენ გვინდა არ გვინდა ზელენსკი კონსტიტუციით, უკრაინის კონსტიტუციით აღარ არის ლეგიტიმური პრეზიდენტი. თვითონ საომარი მდგომარეობაც კი არ წერია ამ ემაში, რა ქვია. ჩვენ რო ვაღიარებთ εμას, რა ქვია, ვოლოდიმერ ზელენსკის უკრაინის პრეზიდენტად და საერთაშორისო საზოგადოებაც აღიარებს ემათ, რა ქვია, უკრაინის პრეზიდენტად, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ კონსტიტუციაში, უკრაინის კონსტიტუციაში ასე წერია. ამაზე პუტინი ძალიან კარგად თამაშობს. და უყურე რა ხდება შესაძლებელია გიორგიმ სწორი თქვა, რომ ეხლა მოეწეროს ხელი მას რა ქვია ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას და პოლიტიკურ გამარჯვება ჩაითვალოს ზუსტად პუტინმა ის, რომ აი არჩევნები ჩატარდა და აი იმაზე უკვე რა ქვია ახალმა ხელისუფლებამ მოაწეროს ხელი და რაღაცა ხელახალი ანუ კომბინაციების ვარიანტი იქნება, ეს გამოჩნდება და მე ხოთაშორის იმასაც ვფიქრობ, გეოგრაფია ვთქვათ, ხო, ალასკიდან ეხლა ევროპაში და შემდგომში სად მოხდება უკვე ასე ვთქვათ გაფორმება. შეიძლება ეს იყოს ანუ ვაშინგტონი, შეიძლება იყოს მოსკოვიც, ანუ დიდი მნიშვნელობა ექნება მერე უკვე ვთქვათ, აი რაზე შეთანხმდნენ რეალიზაციისკენ ჯერ კიდევ გასავლელი გვექნება რაღაც და დამთავრება სწრაფად არ მოხდება. კი, მე მაინც ვფიქრობ, რომ ვინაიდან ტრამპი
მაინც და მაინც ყველანაირად ცდილობს რომ მიიღოს ეს მშვიდობის პრემია, ნობელის მშვიდობის პრემია, მე ვფიქრობ ალბათ ვაშინგტონში. ხო, მაგრამ მაშინ ვაშინგტონში შეხვედრაც დაკმაყოფილებული მეორე მხარეც უნდა იყოს. სხვათა შორის საინტერესოა, სამართლიანობის პრინციპზე, აი 21 საუკუნის აი ამ იმას ხედავ ეხლა მე რომ არის საუბარი არა იმაზე, რაც აქამდე იყო. მე გერევი შენ, ძალა მე მაქვს და ამიტომ ჩემი გავლენა. არა, საუბარი არის იმაზე, რომ სამართლიანი გადაწყვეტილებები უნდა იყოს მიღებული და არა ის რომ ვინც ვის მოერია. ხო, აი ტრამპის ეს მომენტი იყო, რომ აი სამართლიანი გადაწყვეტილება. ერთის მხრივ განიარაღდეს ჰამასი, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, იმიტომ რომ ის რაც მოხდა და ტერორიზმი არ უნდა იყოს, მეორეს მხრივ ასევე რატომ წარმოიშვა ეს ტერორიზმი? რა იყო ამის საფუძვლები? აქაც თუ არ ჩავედით და თუ პალესტინელიც არ იქნა და თანაც მთელი არაბული სამყარო ჩართო, ხო? აი საინტერესოდ წაიყვანა, ანუ ცდილობს იმას რომ მორევით და ძალით კი არ ვაკეთებ ამას. სამართლიანი გადაწყვეტილება მინდა რომ მივიღო და სამართლიანობა მოვიდეს საერთო ჯამში სოფლიოში. აი გიორგი, გოჩამ რა, ეხლა შენ ევროპაში ხარ, ამიტომ შენ გელაპარაკები. ეხლა გოჩამ რაც წამოწია, ხო, საკითხი სამართლიანობის პრინციპის. ეხლა წარმოედგინეთ, 21 საუკუნეა, 21 ხალხმა, ხო? ანუ 21 საუკუნეა. ჯერ კიდე ვესტფალიის ზავი გვახსოვს ჩვენ, ხო? ვესტფალი 1648 წელს დაიდო ვესტფალიის ზავი, რომელმაც დაასრულა 30 წლიანი ომი მაშინ. მაგრამ მანამდე იყო ძალიან ბევრი, ხო, აუგსბურგის ზავი გვახსოვს ჩვენ 1555 წელს, 1453 წელს 100 წლიანი ომი დამთავრდა ინგლისს და საფრანგეთს შორის, ესეც გვახსოვს, მაგრამ აი ჩემ ზობელ სოფელშია ხელი მოწერილი სხვადასხვა. მაგრამ ვესტფალიის ზავი, აი გოჩემ რო ახსენე, ახლა გამახსენდა უბრალოდ. ვესტფალიის ზავი რო დაიდო, კონკრეტულად რა ანუ ეს ზავი თვითონ რას ნიშნავდა? ზუსტად იმიტომ დაიდო და ის პუნქტები იყო გაწერილი, რომ არც ერთ სახელმწიფოს, ძლიერ სახელმწიფოს არ კონდეს იმის საშუალება, რომ დაჩაგროს პატარა სახელმწიფო, რომელსაც ერევა. ანუ ყველა ეს პუნქტი ჯერ კიდე მაშინ მე-17 საუკუნის დასაწყისში ეს ყველაფერი იყო გაწერილი და სადამ მივედით ჩვენ დღეს. დღეს მაინც იგივე სიტუაცია, ძლიერი სახელმწიფო ჩვეულებრივად მიუხედავად იმისა, რომ ძალთა ბალანსი არსებობს, ვითომ ის არ მუშაობს. როცა ჯერ კიდე მე-17 საუკუნეში ზუსტად ვესტფალიის ზავი იყო ძალთა ბალანსის გარანტი. აი ხალხმა რო წაიკითხოს, მიხვდება ამას და ჩვენ მე ისევ მივდივართ იქამდე, რომ დღეს აი იქნება ახალი ძალთა ბალანსი. ახალი არაფერი არ გჭირდება. ის ძველი კარგად მუშაობს, თუ შენ დაიცავ ამ შეთანხმებას. ამაზეა საუბარი. ეხლა მთავარია რომ შეთანხმდებიან, მერე დაიცვან. მაგალითად იგივე ისრაელის პალესტინას კონფლიქტი, ხო? აი დღეს გამოაცხადეს, რომ ჰამასი აპირებს რაღაც პროვოკაციას და ეს იყო სხვათა შორის ცერეუს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომ ჰამასი რაღაც დაჯგუფებას ამზადებს და პროვოცირებას აპირებს, რომ ეს ხელშეკრულება ბათილად ცნონ. რაზედაც ჰამასი გამოდის და ამბობს, რომ თქვენ ხო არ გაგიჟდით ფაქტიურად, არაფერს არ ვაპირებ, პირიქით, ამას აპირებს მეორე მხარე, რომ მე ჩვენ დაგვბრალდეს და ასე შემდეგ. ანუ ეს პრევენცია იყო იმისთვის, რომ არაფერი არ მოხდეს, იმიტომ გაბაზრდა, თუ მართლა აპირებდნენ და ეხლა უარყეს, რადგან ეს გახმაურდა და ეგ არ ვიცი, მაგრამ ზოგადად ვამბობ, როდესაც არსებობს შეთანხმება, თუ იმას არ დაიცავ, თვითონ შეთანხმებას აზრი არ აქვს. 300 დადე თუ გინდა შეთანხმება, თუ არ დაიცავ, რა აზრი აქვს შეთანხმებას. ამიტომ აქ მთავარი პრინციპი არის ის, რომ აი როგორც ვამბობთ, ხო, ორივე მხარე უნდა იყოს ღირსეულად გამოსული ამ კონფლიქტიდან, რომ არავის არ დარჩეს იმის განცდა, რომ არა, ჩვენ მოუგო და დაჩაგრო. ან მე მოვიგე, ან მე დავიჩაგრე რაღაც, მაგრამ ამავდროულად ჩვენ ხო გვესმის შეუძლებელია სტატუს კვოს რეჟიმში აღმოჩნდეთ, ხო? ანუ ტერიტორიებს რუსეთი არ დათმობს, როგორც თქვა, რომ დონბას მე შევინარჩუნებ, დანარჩენი დაკავებული ტერიტორიები დამითმია თქვენთვის. და ეს იქნება გამარჯვება უკრაინისთვის, ყოველ შემთხვევაში ამ ეს პოზიციონერება იქნება, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ და რაღაც ტერიტორიები ხო, ფაქტიურად ვესტფალიის მშვიდობა დამყარდება. ფაქტიურად მაგას ვამბობ, ხო, ანუ ეს ძალთა ბალანსი და მე რამდენ ხანს შევინარჩუნებთ, ეს უკვე ამაზე იქნება დამოკიდებული. ღმერთმა ქნას რომ დიდ ხანს შევინარჩუნოთ და ეს მოდელები მე უკვე ახლა სხვა საუბრის თემაა, მაგრამ
ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ჩვენთვის ამ შემთხვევაში გულისხმობა აფხაზეთთან მიმართებაში კონფლიქტურ სიტუაციებთან, იმიტომ რომ ამ მოდელების მიხედვით წავა დალაგება და ამის მზაობა უნდა დავიწყოთ ჩვენ შიგნით. შენ რომელ აფხაზეთზე ლაპარაკობ ამ წუთში, როცა შენ ხელისუფლებამ ყველასთან, აი ჩვენ შეგვეძლო ეხლა გავხდარიყავით მოთამაშეები და ადგა და ყველასთან მოიძულა თავი თვითონ მუსულმანურ სამყაროსთანაც კი ყობახიძემ ერთი კვირის 4 დღის უკან ისეთები ილაპარაკა მუსულმანურ მუსლიმებზე და გერმანიაზე კი შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენ თალამოქალაქეებს რომლებიც მუსულმანური აღსარებლობის არიან აღარაფერს ვამბობ მუსულმანურ სამყაროზე ხო ეხლა რაზე მელაპარაკებ არ უფიქრდება მე გამართლა რომ ის გერმანელებზე ვლაპარაკობდიო თვითონაც ვერ ხვდებიან ხო რა უხერხულობას ქვია გერმანელებზე ვლაპარაკობდიო ხო ეხლა დააკვირდი გიორგი, რამდენი მუსლიმია უკვე შემოსულია საქართველოში. მე წინა გადაცემაში მე და გოჩა ამაზე ვსაუბრობდით. გავა კიდე 15-20 წელიწადი, ესენი ჩვენზე მეტნი იქნებიან და მე მსგავსი შეცდომა. ეს იქნება სამოქალაქო ომი საქართველოში ქრისტიანებს და მუსლიმებს შორის. და როცა ისინი შენზე ბევრად მეტნი იქნებია და პლუს ისეთი ძლიერი ქვეყნები როგორც თურქეთი მაგალითად აგერ შენ გესაზღვრება და გვერდში დაუდგება ყველა ვარიანტში აქ მარტო ტერიტორიების დაკარგვით კი არ იქნები კი არ შემოიფარგლებიან აქ რამდენი ადამიანს ამოხუცავენ ამ ომის დროს არა ღმერთმა უკნას აქვია არა ზოგადად ვამბობ რა როცა შენ ერთის ხრივ ასეთ შეცდომას უშვებ და მეორეს ხრივ ხელს უწყობ რომ რაც შეიძლება მეტი მუსლიმი შემოვიდეს უცხო ქვეყნიდან შენს ქვეყანაში და დასახლდეს მე არ ვიცი ამას რა დავარქვათ ანუ ხო არა ჩვენ ახლა სულელები კი არა ვართ როცა ვიძახით რომ ჩაკეტე პაკისტანთან და ჩაკეტე ამასთან ჩაკეტე იმასთან ნუ ახლა ხო პოტენციური საფრთხეებია რა თქმა უნდა შენ პოტენციური საფრთხეები უნდა გაითვალისწინო და უნდა გქონდეს მაგაზე ესე მაგრამ ჩვენ სხვა რაღაცას ვლაპარაკობთ ხა შერმალ შეიხშიდაც კი არ არსად კაცო სრული იზოლაცია ნიშნის მოგებით გველაპარაკე როცა დავსვით კითხვები რომ რატომ არ მიგიწვიეს შერმალ შეიხში იქო რა გვინდოდაო სომხეთი და აზერბაიჯანი იმიტომ მიიწვიეს იქო რომ კონფლიქტში იყვნენ ისინი აბა ომი ჩვენც რო ქონებოდა ომიო ჩვენც მიგვიწვევდა ხო აბა ნორვეგიას და შვედეთს იქ რო იყვნენ შერმალ შეიხში დაწყვიტეს ერთმანეთი და იმიტომ მიიწვიეს სარაკვია არა აი ხა შენ ამბობდი გიორგი ჩვენ ხო ამოვარდით შანსები ახლა უნგრეთიც კი ხო ამხელა იმაში ჩაჯდა. ახლა უნგრეთი შეიძლება ჩვენზე დიდია ტერიტორიულად მითი რა ქვია მოსახლეობითაც, მაგრამ საერთო ჯამში თუ შეხედავ ეს ხომ არ არის ვებერთელა ქვეყანა 40-60 მილიონიანი, ხო? ანუ ხო, აქედან გამომდინარე ჩვენ არსად არ ვართ. სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი ისე გადაწყდა საერთოდ არსად არა ვართ და თავი დაანებე კაცო, არსად აღარ გვეძახიან საერთოდ. სრულ იზოლაციაში ვართ. იზოლაციას ვინჩების კონფრონტაციაზე გადავედით გერმანიის ელჩთან, ესეთი დამოკიდებულება არ გქონია ჩვენ გერმანიასთან. თქვენ წარმოიდგინე, ხა მე ამას იმ ადამიანებსაც მიმართავ, ვინც გვისმენს. ბიჭო, ლილი პუტინს რომ ეძახდა, რა ქვია, მიშა, პუტინს და ვამბობდით, რომ არ შეიძლება, არასახელმწიფოებრივია ასეთი დამოკიდებულება. ბიჭო, იგივე ადამიანებს არ გიჩნდებათ, ეხლა აზრი რომ იმას გერმანიასთან შეიძლება ასე საუბარი, კაცო? ამან იმასთან მისი, რა ქვია, ფინეთის ის რომ დააჯარიმეს 5,000 ლარიანებით საგარეო საქმეთა მინისტრს. გაგიჟდი მართლა იმის საშაღირო გახდა კიდევ კარგი რამე არ ჩაუდეს კაცო მაგრამ ჯარიმა შეიძლება წამალი შეედოთ კიდე ყველაზე საინტერესო გოჩა რა არის იცი ეუთოს გადაწყვეტილებაში ხა ორადორი ორგანიზაცია ვიცი მე რომელსაც არავინ არასოდეს ხელს არ კიდევს საომარი პერიოდის დროსაც კი აი ავღანეთში დაეში რო დაეში იყო ხო ყველაზე ესა რა ვიც მუშაობდა ვისაც ეძლეოდა მუშაობის უფლება ორი ორგანიზაცია იყო ეს იყო ეუთო და ეს იყო წითელი ჯვარი და რატო მივიდა მომიტინგესთანო ჩვეუბნები რომ მომიტინგესთან მივიდოდა იმიტომ რომ სარაევოში ეუთოს წარმომადგენლები პასპით და ფურცლით იყვნენ და ვინ რამდენი ტყვია გაისროლა იმას ითვლიდნენ კიდევ ვცინოდი ამაზე მე მაგრამ ეს მათი ვალი და მოვალეობა არის მათ წესდებაში უწერია რომ რამდენი კაცი დგას იმ მიტინგზე ეუთოს თავმჯდომარე ქალბატონს
მისი ბალი და მოვალეობა არის მივიდეს და ფურცლით და პასტით გადაითვალოს რამდენი კაცი დგას იქ და გაესწროს რა სიტყვენ რა არის როგორ არის ჩაულებრივი რამეა კაცო მის ვალდებულებაში შეიძლება ეს გამოვიდა და 50 აკაცუკი იდგა და 51 და მივიდა ბიჭო გეუთოსის გადაშალე და წაიკითხე შემამაცხონებულო და ეს პოსტავე ესა რა ქვია მისი ესენით მხარდამჭერებიც იმას აპრავებენ არ შეიძლება ხალხო ესე არ შეიძლება იმეოდ ეუთოს თავმჯდომარეზე ავალდებულებს სამსახური ავალდებულებს ამას პოზიცია ავალდებულებს ხო და როდესაც ჩვენ ერთის მიმართ მაგალითად ისე ვიქცევით და დავცინით ვცდილობთ ყველანაირად თქვათ დავინახოთ ის არასწორი რაც პრინციპში არ არის იმიტომ რომ ის ასრულებს თავის მოვალეობას იგივეა რაც მაგალითად როდესაც გვეუბნებიან რა უნდა ევროკავშირს და ჩვენ გვეუბნებით ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელი რომ მოვაწერეთ ვალდებულება გვაქვს რი ამიტომ ვაკეთებთ და როდესაც ვიქცევით ესე და არ გვესმის კანონის დონეზე და ვალდებულების დონეზე რას უნდა ვაკეთებდეთ ბუნებრივია რომ ასეთი ხალხი ყოველთვის მერე შეცდომაში ადვილად შეყავს ხელისუფლებას. აი როცა გამოდის და აბა რა უნდა და მინისტრი ცალკე რომ მინისტრია, ცალკე რომ ეუთოს წარმომადგენელია. ანუ ეს ორი სხვა და მე თუ მაგალითად დელეგაციაში გამიშვეს სადღაცას და რაღაც ვალდებულება მაგისტრია და მე იმას ვასრულებ, მე ცალკე დელეგაციის წევრი რო ვარ, ეს იმას არ ნიშნავს რომ პარლამენტის წევრი რო ვარ, როგორც პარლამენტის წევრმა ისე უნდა ვაგო იქ პასუხი, არა. როგორც დელეგაციის წევრი ისე ვაგებ პასუხს და რაც მავალია იმას ვაკეთებ. ანალოგური სიტუაცია, მაგრამ ბევრს ხო მარტო ერთი რამ ესმის, რასაც ამბობენ რუსთავი 2-დან, რასაც ამბობენ იმედიდან. ხო, აი დღესაც ვუსმენდი, ქვეყანაში ყველაფერი ხუთიანზეა, ხალხო თქვენ არიც. ორი სხვადასხვა სამყაროა ჩვენ. მე გეუბნებით, რუსთავი 2 დღეს ჯერ მადლობას უხდიდნენ განათლების სამინისტროს და სამინისტროს, რომ ასეთი კარგი საგანმანათლებლო პროგრამა გვაქვს ჩვენ, რომ რას ლაპარაკობ, ეგეთი მეორე არ მოინახება. მე მიდიოდა საუბარი რომ ჩვენი ეკონომიკა რაღაც 5 და რაღაც პროცენტით არის გაზრდილი და ჩვენი საგარეო ვაჭრობა რაღაც თითქმის მილიარდამდე არის ასული, რაც 9% უფრო მეტია ვიდრე შარშან და სულ იმას ვფიქრობ, ბიჭო, თუ ასეთი ფული შემოვიდა ბიუჯეტში რატო არა ისახება ხალხზე? ეგ ერთი და მეორედ, თუ ჩვენ საგარეო ვაჭრობა ასეთი ძლიერი გვაქვს, ფასები რატო იზრდება კაცო პროდუქციაზე? შიგნით, ქვეყნის შიგნით. ყველა ის პროდუქტი, რომელიც გარედან არის შემოსული, ყველა იმ პროდუქტზე ფასები იზრდება. რა, ნავთობი უფრო მეტად გაძვირდა, თან ისე გაძვირდა, რომ ლოჯისტიკა გაუძვირდა და ამიტომ აუწიეს ფასები? რა ვიცი, ბენზინი როგორ ღირდა, ისე ღირ ჯერჯერობით. დოლარიც რო გითხრა იმდენად ავარდა, არა, კი ავარდნილია, მაგრამ იმდენად არა. ხო, ისეთი არაფერი რო არა არიქა და მას ვამბობ, ისმის კითხვა, თუ ჩვენ ასე ძლიერად ვართ, თითქმის მილიარდამდე შემოდის საგარეო ვაჭრობიდან, ფასი რატო იზრდება ქვეყნის შიგნით და ხალხზე რატო არა ისახება ეს მილიარდი? ორეგ გიორგი, როდესაც კონფლიქტი დაიწყო უკრაინის, ევროპაში სათხარ ყველაზე ძვირ ქვეყანაში ყველაზე მეტად ანუ დეგეგეს გადასახადით დატვირთულ ქვეყანაზე ვამბობ საფრანგეთზე, ხო? ნავთობპროდუქტები ყველაზე მეტად 1 ევრო და 45 ღირდა ესა რა ქვია დიზელის საწვავზე ვამბობ, იმიტომ რომ ყველაზე დიდი მომხმარებელი დიზელის საწვავის მაინც საფრანგეთია, ხო? ეხლა გერმანია მაინც ბენზინის მომხმარებელი და საფრანგეთია ძირითადად დიზელის მომხმარებელი. კი, ბელგია, საფრანგეთია დიზელის მომხმარებელი, ხო? 1 ევრო და 45 ღირდა. 1 ევრო და აი 1 ევროზე და 14-52 შორის თამაშობს დღესაც კი ეს რა ქვია ფასი. ავარდა 1 ავარდა და 1 და 60 გახდა ნამდვილად როცა ის დაიწყო, მაგრამ როდესაც ნახეს ამათმა სხვა ალტერნატიული გზები, თავრობამ იფიქრა, დაიწია ემა რა ქვია და ეს კიდე გეუბნები, როდესაც ბენზინზე ჩვენ ნამდვილად ვიყავით. მიუხედავად იმისა, რომ ტოტალი ყავს ამხელა საფრანგეთს, ტოტალი თავის ძირითადი წარმოება ჰქონდა რუსეთში. სახალინიდან შემოდიოდა ის ტოტალის ბენზინი, ჩვენთან თუ შემოდიოდა, ხო? აბა საიდან შემოდიოდა? რუსეთიდან, ურალიდან შემოდიოდა, ყველაზე მჭიდრო ურთიერთობა იმას, რა ქვია, ფრანგულ ტოტალს ჰქონდა რუსეთთან. თუ ვინმე დააზარალა სანქციებმა, დააზარალა, ეხლა გაზი თუ არ შემოხდა, ბენზინი და ეს ხო შემოხდა, კაცო.
როდესაც ამ ქვეყანაში, ასეთ ქვეყანაში, ასეთ დამოკიდებულ ქვეყანაში ნავთობი და ნავთობპროდუქტები არ გაძვირდა, რანაირად ძვირდება საქართველოში, როდესაც ჩვენ აზერბაიჯანთან შემოგვქონდა და რუსეთთან შემოგვქონდა, სანქციები ჩვენთვის არავის არ უთხოვდა და არ დაუწესებია. გამაგებინეთ ერთ. ჩვენ ვერ გაგაგებინებთ. ეს სხვას უნდა მიმართო ვინმეს. კეთილი, მადლობა გიორგი რომ იყავით დღეს ჩვენთან ერთად, რა მალე მთავრდება ჩვენი. კი ბატონო. კარგი საღამო იყო, აბა. კი. ნამდვილად და დავემშვიდობოთ ჩვენს მაყურებელს, ჩვენ სამივე შევხვდებით თქვენ მომავალ კვირას ორშაბათს და მე კი როგორც ყოველთვის ხუთშაბათს 6-ის ნახევრიდან 7-ის ნახევრამდე ვიქნები თქვენთან ერთად. დროებით.